ადამიანის რწმენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პატრიარქმა სამებაში საკვირაო ქადაგებაზე. დღესვე ილია მეორემ წიგნები გადასცა პროექტ წიგნი ყველა სოფლის ფარგლებში შექმნილ მოსიარული ბიბლიოთეკას, რომელიც სწორედ უწმინდესის კურთხევით შეიქმნა. მოქალაქეებს მოძრავ ბიბლიოთეკისთვის წიგნების დატოვება ვისოლის, სმარტისა და ვენდის ობიექტებზე, ასევე სამების ტაძარში შეუძლიათ. პროექტის მნიშვნელობაზე პატრიარქმა ქადაგების დროსაც ისაუბრა და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მასხოვარი იყავით სრულყოფილნი, მითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილარს. აი როგორ მივახციოთ ჩვენავე სრულყოფას. უპირველეს ყოვლისა საჭიროა რწმენა, სარწმუნოება. რწმენა მუდმივად უნდა ახლდეს ადამიანს. საჭიროა სულიერი მოღვაწეობა, საჭიროა ლოცვა და მარხვა, მაგრამ საჭიროა განათლება. აი ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას ასეთი მოსიარულე ავტობუსი, ბიბლიოთეკა. დღეს ჩვენ გადავსცემთ წიგნებს. მის უკანასობა დღეს პირველად გადმოგცემთ ჩვენ წიგნებს მოძრავი ბიბლიოთეკისათვის, რომლის შემდეგაც უკვე ბიბლიოთეკა დაიწყებს საქართველოს რეგიონებში სიარულს, ჩავიტანთ ყველა წიგნს სოფლებში, სლოგანით წიგნი ყველა სოფელს.